ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე საათი რჩება. დღეს მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნების მოწყობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობდა. ამორჩევლებისთვის საარჩევნო უბანი ხვალ დილით 8 საათზე გაიხსნება. 79 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან დილიდან რიგი დგას. კენჭისყრის პროცედურისთვის საჭირო დოკუმენტაცია საარჩევნო უბნების წარმომადგენლებს გააქვთ. ბათუმში რეგისტრირებული 122,277 ამორჩეველი ბათუმის მერს, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატსა და პოლიტიკურ პარტიას ერჩევს. გამორიცხულია რომ ამორჩეველს შეეშალოს ყველა ბიულეტენის სხვადასხვაფერი მწვანე მერის ბიულეტენი იქნება მოლურჯოფერის ეს არის პროპორციული არჩევნების ჩატარების სისტემით ჩატარებული არჩევნებისათვის ბიულეტენი და მაჟორიტარებისთვის იქნება დაახლოებით ვარდისფერი. რაც შეეხება 19 საუბნო საარჩევნო კომისია სრულად არის ადაპტირებული, სადაც არსებობდა განაცხადი, იცით რომ ცესკოს ცხელი ხაზი აქვს ნომერი და საბამისად მიდიოდა განცხადებების მიღება. ბათუმში ადაპტირებულ 19 საარჩევნო უბანს შორის არ არის მერვე უბანი, რომლის ტექნიკური აღჭურვაც უკვე დასრულდა. ამ დასახლებაში ყველაზე მეტი დამოუკიდებელი კანდიდატია რეგისტრირებული და ამორჩეულთა რაოდენობაც საკმაოდ მაღალია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ძველი ბათუმის მცხოვრებლებს ბიულეტენებში მაჟორიტარი დეპუტატობის 14 და ბათუმის მერობის კანდიდატთა 11 წევრიანი სია დახვდებათ. ყველაფერი მსათა გვაქვს 1133 ამომრჩეველი ყავს სიით. გადასატან სიაზე ყავს 2 პიროვნება. სპეციაში 10 პიროვნება ყავს სპეციაში. ხამთუ ყველაფერი მსათა გვაქვს. 66 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურისთვის მომზადება დღის მეორე ნახევრისთვის დაიგეგმა. რადგანაც ჩვენი უბანი არის განთავსებული ცირკის შენობაში, დღეს ცირკის სეანსი არის და ეს სეანსის დამთავრების შემდეგ უკვე ვემზადებით უბნის მოსაწყობად. დრო საკმარისი არის და ყველანაირად უნდა შევეცადოთ თავისთავად რომ მოვახერხოთ რომ ხვალე დილისთვის უკვე 7 საათისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოს უბანზე. ქალაქის მასშტაბით 103 საარჩევნო უბანია მოწყობილი, მათ შორის 2 სპეცუბანი. სასჯელ აღსრულების დაწესებულებასა და ადგილის სამხედრო ნაწილში პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ბათუმის მერსას აირჩევენ. ის 38 პატიმარი, რომელთაც აქვთ მონაწილეობის უფლება აქვთ 38 პატიმარი, რომელთაც მისჯილი აქვთ ნაკლებად მძიმე სასჯელი, ანუ 5 წლამდე, ასევე სასჯელ აღსრულების სამხედრო მოსამსახურეები, ვინც ბათუმში ცხოვრობს და ასევე ისინი, ვინც 1 წელზე მეტი ამსახურობენ და ასევე შესაბამისად სამხედრო უბანზეც, ვინც ბათუმელია, ის მისცემს მიიღეს არჩევნების მონაწილეობას და ასევე 1 წელზე მეტი სტაჟის მქონე სამხედრო მოსამსახურე. ბათუმის მერობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის. ქალაქის საკრებულოს წევრობისთვის 16 პარტია და 119 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია რეგისტრირებული.